Why don't we It's right here. Walk. Chop chop. Move. Surte bicha kaprina doesana shot gane mara bismartina Did I ask you? Did I ask you? Keep your opinion to yourself. Lazy, stupid. I don't understand. I've been working since I'm 16 years old. All you do is TikTok, Instagram, TikTok, Instagram. That's it. Or love kaifa vadasel bas certinuzma cigarette taraf. What is happening? Somebody talk to me, please. Dambuli qos. Კი, დambuli qos, აგერ ჩვენთან არის. შონ ბეიკერის ანორა 2024 წელს გამოვიდა. ფილმის სცენარის ავტორიც და ერთ-ერთი პროდიუსერიც შონ ბეიკერია. თავარი როლის შემსრულებელი კი 25 წლის მაიკი მედისონია. ეს ფილმში სტრიპტიზის მოცეკვავე ანორა მიხეევაა, რომელიც რუსი ოლიგარქის შვილზე ქორწინდება. რეჟისორმა განაცხადა, რომ ის ინსპირაცია გახდა მეგობრის მიერ მოყოლილი ამბავი ახალდაქორწინებულ რუს ამერიკელზე, რომელიც გაიტაცეს. მისი ინსპირაციის კიდევ ერთი წყარო იყო თავისი საქმიანობა 2000-იან წლებში, როცა ის ქორწილის ვიდეოებს ამონტაჟებდა, მათ შორის ნიუ-იორკში მცხოვრები რუს ამერიკელებისა. ბეიკერის თქმით, მისი მიზანი იყო ადამიანური ისტორიების მოყოლა ისეთი ისტორიების ჩვენებით, რომელიც უნივერსალურია. მან დაიქირავა კანადელი მწერალი და მსახიობი ანდრია ვერჰუნი, ცნობილი თავისი მემუარით თანამედროვე მეძავი, რომელიც გამოცემულია 2018-ში. მასში იმ პერიოდზეა საუბარი, როცა ანდრეა მეძავად მუშაობდა. შონ ბეიკერმა მაიკი მედისონი ნახა ფილმებში ერთხელ ჰოლივუდში და კივილი 5 მოეწონა და ანორას როლზე კასტინგის გარეშე დაამტკიცა. You, Katie. Sorry, I don't know the name of every fascist on TV in the 50s. Dig this. When we've been having our trip sessions, I've been expanding on this one idea in my head. Dig it. We all grew up watching TV, you know what I mean? And if you grew up watching TV, that means you grew up watching murder. Every show on TV that wasn't I Love Lucy was about murder. You two ready to kill some biggies? What did you do to her? I was with Tara, but the rest of you were wandering around. One of you is the fucking killer. Live and just stop! მედისონმა როლისთვის რუსული ენა ისწავლა, ის სტუმრობდა სტრიპ კლუბებს და ასევე შეისწავლა ბრუკლინური აქცენტი. გადაღებები 2023 წლის თებერვალში ბრუკლინში დაიწყო და მიმდინარეობდა ბრაიტონ ბიჩის, კონი აილენდისა და შიპსედ ბეის უბნებში. ფილმი დაახლოებით 37 დღეში გადაიღეს, სახლში შეჭრის 25 წუთიან სცენას კი 10 დღე იღებდნენ. რამდენიმე სცენა გადაღებული ასევე ლას-ვეგასში. ფილმის კინემატოგრაფია შთაგონებულია 70-იანი წლების კრიმინალური დრამებით. ერთ-ერთმა პროდიუსერმა ალექს კოკომ კლუბის სცენებში დიჯეის როლი მოირგო. ზახაროვის სასახლის გადაღებებისთვის გამოიყენეს სასახლე, რომელიც ერთ დროს ოლიგარქ ვასილი ანისიმოვს ეკუთვნოდა. დაიმონდის როლის შემსრულებელი ლინცი ნორმინგტონი ერთ დროს სტრიპტიზი 2 იყო. შონ ბეიკერს მას შემდეგ სურდა ბორისოვის როლზე დამტკიცება, რაც ის იხილა ფილმში კუპე ნომერი 6. ტოროსის როლის შემსრულებელ მსახიობს კარენ კარაგულიანს შონ ბეიკერის ერთის გარდა ყველა სხვა დანარჩენ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. ლუნა სოფია მირანდა ბრუკლინის ერთ-ერთ სტრიპ კლუბში მუშაობდა. ის იმ დღეს სამსახურში არ უნდა ყოფილიყო, როცა შონ ბეიკერს შემთხვევით შეხვდა. ბეიკერთან და მის ცოლთან კვანთან გამოლაპარაკების შემდეგ ცოლ-ქმარმა გაიგო, რომ მირანდა დამწყები მსახიობი იყო. ამიტომ მას ლულუს როლისთვის კასტინგის გავლა შესთავაზეს, რის შემდეგაც მარიას ცხოვრება დინალურად შეიცვალა. ჩარლზ იანგი, რომელიც ანორაში ვეგასის სასტუმროს მენეჯერია. Welcome back, Mr. Zakharov. Your suite is almost ready. We didn't know you were coming and the suite was occupied, but they're out and housekeeping should be done any minute. Every time. What are you fucking waiting for? ბეიკერის 2004 წლის ფილმში Take Out თავარ როლს ასრულებს. ვაჩე ტომასიანისთვის ანორა მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმია. მანამდე მას ერთ ფილმსა და 2 სერიალში აქვს მონაწილეობა მიღებული. კანის კინოფესტივალზე გამართულ პრესკონფერენციაზე მედისონმა აღნიშნა, რომ შონ ბეიკერი და მისი მეუღლე სამანტა ქვანი, რომელიც ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერია, მას და მარკ აიდელშტაინს აჩვენებდნენ ონდ ჩაცმულები. თუ რა უნდა ეკნათ მათ სექსების სცენებში.
მაიკი მედისონმა უარი თქვა ყოლოდა ინტიმური სცენების კოორდინატორი, გოპნიკი იგივე შპანა. I don't have any more, and I'm not gopnik. შენ ბიჭო მე ქუჩის შპანა ხო არ გონი ვარ. იურა ბორისოვმა მაიკი მედისონს თხოვა მისთვის მართლა გაერტყა მათი ჩხუბის სცენებში. Relax. სცენა, სადაც ფილმის პერსონაჟები ტატიანა გრილში ივანის მოსაძებნად შედიან, Я дико извиняюсь, вы меня простите. Буквально минуточка вашего внимания. Просто у нас пропал ребенок, больной ребенок. Мы платим, а он внимания хочет. Я прошу меня простить, просто ребенок больной. Дядя, если знаете, дайте знать, хорошо? იმპროვიზირებ. სიტყვა fuck ფილმში 479 ჯერაა ნახსენები. 2025 წლის 4 მარტს Instagram-ის ერთ-ერთ ანგარიშზე გამოქვეყნდა პოსტი, სადაც ეწერა, რომ შონ ბეიკერი გადამღები ჯგუფის წევრებს არასათანადოდ მოექცა ხელფასებთან დაკავშირებით. ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა რეიჩელ პარელამ თქვა, რომ ეს სიცრუეა. კიდევ ერთმა წევრმა გაბრიელ არმსტრონგმა აღნიშნა, რომ ეს პოსტი სისულელეა. ანორამ ოსკარებზე 6 ნომინაცია მიიღო და 5-ში გაიმარჯვა. საუკეთესო სურათი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი ქალი, საუკეთესო ორიგინალური სცენარი და საუკეთესო მონტაჟი. შონ ბეიკერი გახდა მეოთხე ადამიანი, რომელმაც ოსკარებზე მიიღო ნომინაციები კატეგორიებში: საუკეთესო სურათი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო სცენარი და საუკეთესო მონტაჟი ერთი ფილმისთვის. ანორა გახდა მეოთხე ფილმი, რომელმაც საუკეთესო სურათისთვის მოიგო ოსკარიც და ოქროს პალმის რტოც. პირველი ასეთი ფილმი იყო დაკარგული ვიკენდი 1946 წელს, მეორე მარტი 1956 წელს, მესამე პარაზიტი 2020 წელს. ფილმის ბიუჯეტი 6 მილიონია, შემოსავალი კი 46.2. სარეკლამო კამპანიისთვის კი $18 მილიონი დაიხარჯა.